ტექნიკები განწყობის გაუმჯობესებისა და სტრესის შესამცირებლად. ნებისმიერი სტრესული ზემოქმედება ან მოვლენა ადამიანს ფსიქოფიზიკურ დაძაბულობას უჩენს. შიგნით ჩნდება ენერგეტიკული დაძაბულობა, რომელიც ადამიანს უნდა გადაამუშავოს და გამოუშვას, რათა თავი უკეთ და უფრო მშვიდად იგრძნოს. არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი, რომლებიც სტრესის დროს განსხვავებულად იქცევიან. ზოგი დაძაბულობას გარეთ გამოუშვებს, რაც ქცევასა და საუბარში ვლინდება. მაგალითად, იგინებიან, სხვებზე ყვირიან, ჭურჭელს ამტვრევენ. სხვები კი დაძაბულობას შიგნით იკავებენ, ემოციებს თრგუნავენ და როგორც წესი, ფსიქოსომატიკას იღებენ, თავის ტკივილებს, წნევის მაკებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და სხვას. იმისთვის, რომ არც გარშემო მყოფებზე გადმოიტანოთ ნეგატივი და არც საკუთარ თავში დატოვოთ სტრესი, არ დააგროვოთ დაავადებები, საჭიროა, რომ ის უსაფრთხო გზით გამოუშვათ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. პირველი კატეგორიის ადამიანებისთვის სტრესის მოხსნის ასეთი ექსპრეს მეთოდები გამოდგება. პირველი, ეს არის ხმა. შეგიძლიათ ჩაისუნთქოთ და ამოსუნთქვისას დაიყვიროთ ხმა ალა არერან სხვა მსგავსი. კვლავ ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას გამოსცეთ ეს ხმა. შეგიძლიათ ხმამაღლა იმღეროთ, ესეც შესანიშნავად ამცირებს სტრესს. მეორე, სუნთქვა. არსებობს ორი მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ. ესენია კვადრატული სუნთქვა და მონაცვლეობითი სუნთქვა. კვადრატული სუნთქვა ნიშნავს, რომ ვთვლით და ვსუნთქავთ ერთდროულად. 4-მდე ვითვლით და ვსუნთქავთ, შემდეგ 4-მდე პაუზა, 4-მდე ამოსუნთქვა, 4-მდე ისევ პაუზა. და ვიწყებთ ახალ ციკლს. 4 ჩასუნთქვა, 4 პაუზა, 4 ამოსუნთქვა, 4 პაუზა. მონაცვლეობითი სუნთქვა ერთ ცხვირის ნესტოში. ხურავთ მარჯვენა ნესტოს და ვსუნთქავთ მარცხენადან. შემდეგ ვხურავთ მარცხენა ნესტოს და ამოსუნთქვას ვაკეთებთ მარჯვენადან. მესამე, მოძრაობა და ქმედება. შეგიძლიათ დაიბანოთ სახეთ სივიწყლით, 3-ჯერ გადაივლოთ სახეზე და შემდეგ ხელებიდან წყალი ჩამოიშოროთ, თითქოს მთელი დაძაბულობა იშორებთ. გააკეთეთ ჩასუნთქვა და სუნთქვის შეკავებისას დაძაბეთ მთელი სხეული, ხოლო ამოსუნთქვისას მოდუნდით. ასევე დაგეხმარებათ ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად ჩაჯდომები, ბალიშის ცემა ან სხეულის მსუბუქად დაჭკაპუნება. საერთოდ ყველა ის სხეულის მეთოდი, რომელიც სტრესს ამცირებს, შესანიშნავად გამოდგება. მეორე კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან თავშეკავებას და ამჯობინებდეს სიტუაციის გაანალიზებას, შეიძლება შემდეგი რეკომენდაციები მივცეთ. პირველი, გადმოიტანეთ ყურადღება სტრესული სიტუაციიდან საკუთარ თავზე. არსებობს ფსიქიკის კანონი, სადაც მიემართება ყურადღება, იქ მიდის ენერგიაც. მიმართეთ ყურადღება თქვენს შიგნით. მაგალითად, წარმოიდგინეთ თავი პატარა ბავშვად ვუთხარით საკუთარ თავს სიყვარულისა და მხარდაჭერის სიტყვები, ჩაეხუტეთ საკუთარ თავს. მეორე, ფრირაიცინგი. ჩაწერეთ ფურცელზე ყველა აზრი, როგორც მოდის, ყოველგვარი ფილტრების გარეშე, გადმოიტანეთ იქ მთელი ნეგატიური ემოციები და სტრესი. როცა ბრაზის ნაკადი გამოვა, აღარაფერი გადაიკითხოთ, ფურცელი გადააგდეთ და მასთან ერთად გაუშვით მთელი დაგროვილი ნეგატივი. მესამე, ხმები, სუნები და სახეები შესანიშნავად ეხმარება სტრესის მოხსნაში. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მუსიკალური ნამუშევრების კოლექცია, რომლებიც გაწყნარებთ. მაგალითად, ცოცხალი ბუნების ხმები, მედიტაციისა და რელაქსაციისთვის განკუთვნილი მუსიკა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მელოდია იწოდეს ნათელ მოგონებებსა და დადებით ასოციაციებს. სუნები ძალიან ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, ჩვენს ცნობიერებას გვერდსულის და ზუსტად და მკაფიოდ მოქმედებს ქვეცნობიერ დონეზე. ამიტომ შეგიძლიათ გქონდეთ არომათერაპიის სეთების მარაგი, რომლებიც მიზანმართულად მოქმედებს. ასევე შექმნით თქვენი სუნების გალერეა, რომლებიც სასიამოვნო მოვლენებს გახსენებთ და სიმშვიდესა და მოდუნებას იწვევს. პარფიუმერია და ასოციაციების სასიამოვნო მოგზაურობასთან, ყავის ან ჩაის სუნი, ან მოვლენები, დედის ან ბებიის ნამცხრები. შექმნით იმ მომენტების, მოგონებების გალერეა, როცა ცხოვრებაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და მოდუნება გქონდათ. როდესაც ასეთ მოვლენებსა და სიტუაციებს გაიხსენებთ, თქვენი სხეული იმ პერიოდის ფიზიკურ რეაქციებსა და შეგრძნებებსაც გაიხსენებს და გამოავლენს, როცა მშვიდად და ჰარმონიაში იყავით.